რა თქმა უნდა, რთული არასდროს არ არის ეს დღე. არ არსებობს ფეხბურთელისთვის ის დღე, როდესაც ბოლო დღე არის. ვერასდროს ვერ დაგემბამა წინასწარ. ჩემთვის ეს დღე აღმოჩნდა და მე ამ დღისთვის მადლიერი ვარ, რადგან მივდივარ ამ აყინაკლებიდან. დღეს მე როგორც გამაცემა ქართულმა გულშემატკივარ ვარ და ალბათ ყველა ქართული ფეხბურთელის ოცნება არის. მე ესე ვფიქრობ და მე ვარ ამაყი, რომ მე ვარ ქართული. დღესა ესე გულით ამაყად საქართველოს ნაკრებს როგორც ფეხბურთელი და სხვანაირად დავეხმარებთ. იმის და მიუხედავად რომ ამხანაგური თამაში ჩემი გრძნობები მაინც სხვანაირი იყო. რადგან ბოლო თამაში იყო და ძალიან მსურდა და დიდი ყველანაირად მინდოდა რომ დღეს გოლი არ გამეშვა და თუ მოვიგებდით ეს საერთოდ ბონუსი იქნებოდა და ყველაზე სუპერ ბონუსი ის იყო რომ კიდე ის მაგარი მოგერიებული ბურთი ცხრიანი და ხო ყველაფერი მე მგონია რომ ამა ჩემი როგორც რეჟისორი და დედა ჩემი რეჟისორი დღეს პატარა სპექტაკლი დადგეს რეჟისორულად, გემრიელად, იქიდან დამეხმარდა, მე ამას ვგრძნობდი მართლა მთელი თამაშის განმავლობაში და ეს მათთვის სიმართლე ვთქვა, ჩემი მშობლების გავლენა, ყველაფერი მათთან ერთად გავლილი ეს გზა დღეს ლამაზად დასრულდა. და დარწმუნებული ვარ, დღეს ამაყად მიყურებდნენ იქიდან და იყვნენ ბედნიერები ზემოთ. ძალიან სასიხარულოა, როდესაც ნაკრების მაისურით გოლს იტან და რა თქმა უნდა ძალიან ბედნიერი ვარ, როგორც აღნიშნე, ორმაგი დატვირთვა ქონა, რადგან ლორის ბოლო თამაში იყო და ამაში ჩემი რაღაც წვლილი შევიტანა. ლორის სურვილიც იყო, რომ ეს ანგარიში მორჩენილი იყო, რომ ლაპარაკობდით თამაშის წინა პერიოდში და ძალიან მიხარია, რომ ის ბედნიერია და ესეთი გახარებული ამ თავის კარიერას და რა თქმა უნდა გამარჯვებაც ძალიან მნიშვნელოვანია ყველა თამაში. ჩემი ბავშვობის ოცნება იყო და მთელი ბავშვობა ამ მომენტზე ოცნებობდი და როცა მინდორზე შევდიოდი ყველაფერი რაც ბავშვობის ოცნება ხონდა ყველაფერი თვალწინ წარმომიდგა და ეს დაუწყარი შეგრძნება იყო პირველ რიგში და ძალიან მოხარული ვარ და მადლობა მინდა გადაუხადა რომ შედგა ჩემი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში მწვრთნელებს და ყველას ფეხბურთელებს ვინც გვერდში მედგა ამ დროის განმავლობაში. ძალიან კონცენტრირებული ვიყავი ამ თამაშზე, თან მithumetes გიორგი ლორიას გაცილება იყო და ის ორმაგად უფრო სამოსგებლო იყო რომ ეს თამაში მოგვეგო და ისე გაგვეცილებინა გიორგი ლორია და მინდა კიდევ ერთხელ გიორგი ლორიას მადლობა გადაუხადო ყველაფრისთვის რაც მან ეროვნული ნაკრებისთვის გააკეთა. კმაყოფილი ვარ პირველი ტაიმით. გავაკეთეთ თითქმის ყველაფერი რაც დაგეგმილი გქონდა. ბევრი მომენტი შევქმნით და მეტი გოლის გატანა შეგვეძლო, რაც მეორე ტაიმში გაგვიადვილებდა თამაშს. არ ვარ კმაყოფილი მეორე ნახევრით. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ შემადგენლობას ერთად არასდროს უთამაშია და ფეხბურთელებისთვის იოლი არ ყოფილა. თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ მეორე ტაიმში შეგვეძლო უკეთ გვეთამაშა. კარგია, რომ გიორგი ლორიას ბოლოს ანაკრებო ბანკში გამარჯვებით დასრულდა. ეს კარგი დამშვიდობება იყო და მინდა ვთქვა, რომ მან მაღალ დონეზე ითამაშა. ჩემი აზრით საბალობჯანიძე დღეს მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო. ჯერა რომ მარცხენა ფლანგზე უფრო შედეგიანია და მეტ შესაძლებლობას ქმნის. კმაყოფილი ვარ მისი თამაშით. ეს მნიშვნელოვანი იყო მისთვის, რადგან ბოლო პერიოდში ნაკლები სათამაშო დრო ჰქონდა. დღეს შესანიშნავი ხასიათი გამოავლინა და კარგი თამაში ჩაატარა. ნიკა გაგნიძე ძლიერი ფიზიკური მომზადებით გამოირჩევა და შეუძლია ძალიან ბევრი ირბინოს მოედანზე. ასეთი ტიპის მოთამაშე აუცილებლად დაგვჭირდება მომავალში. მან უნდა გააგრძელოს მუშაობა საკუთარ თავზე, მოუმატოს თამაშს კლუბში და იბრძოლოს საკუთარი ადგილისთვის შემადგენლობაში. დღევანდელ შეხვედრაში რამდენიმე ფეხბურთელმა დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და შესაძლოა სექტემბერშიც ჩვენთან ერთად იყვნენ. თუმცა სამ დღეში კიდევ ერთი მატჩი გვაქვს. ეს არის შანსი სხვა ფეხბურთელებისთვის. გვაჩვენონ სამწვრთნელო შტაბს და საქართველოს რომ შეუძლიათ იყვნენ ამ გუნდის ნაწილი. ამიტომ უნდა აღვიდგინოთ ძალები, რადგან კვირას სრულიად განსხვავებულ გუნდთან გველის საინტერესო თამაში.